მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 4 შაბათია, საღამოს 8 საათი. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ეთერში ანალიზის დრო TV+-ის ეთერში. მოგესალმებით. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად იმყოფება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცსაბჭოს წევრი ბატონი გიორგი რემაძე. მოგესალმებით და მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. და მადლობა რომ გვითმობთ თქვენს ოქროს დროს. მადლობა მოწვევისთვის პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და მინდა წარმატება უსურვო TV+ და მის ხელმძღვანელებს ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ბატონო გიორგი, დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს სასაუბრო თემას. დღეს ვიტრიალებთ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ასე ვთქვათ, მეგობრულ დამოკიდებულებაზე და სამომავლო მათი მეგობრობის სამომავლო გეგმებზე. და შევეხებით ასევე ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთსაც. დიახ, კი ბატონო, საინტერესო თემებია. როგორ ფიქრობთ ბატონო გიორგი, როგორია თბილისის ოფიციალური თბილისის დამოკიდებულება აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონებთან? და იქნება მოახდენს თუ არა მთავრობა ისევ აღადგინოს ასე ვთქვათ სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთსა და ცხინვალს შორის. იცით რა არის დღეისათვის ოფიციალურად ცნობილია საქართველოს მთავრობის პოზიცია სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში. ესე იგი 90-იანი წლებიდან, როდესაც კოლექტიურმა დასავლეთმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ესე იგი ხელი შეეშალა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის, როგორც წესი არის, ანგლოსაქსები იყენებენ ცნობილ ესე იგი პოლიტიკურ ტექნოლოგიას, გაყავით და იბატონეს, ასე ვთქვათ, პრინციპით. და ზუსტად ამ ტექნოლოგიის ისინი იყენებდნენ როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დაძაბვისთვის, ასევე საქართველოშიც, სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და მათი მიზანი იყო, რომ ესე იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნები დაეპირისპირებინათ რუსეთთან და მას შემდეგ რაც ესე იგი პოსტსაბჭოთა კავშირი დაიშალა და ამის მიზეზი რა იყო? რომ მე მინდა რომ უფრო საფუძვლიანად ავხსნათ, რომ მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს, მაშინ რა ხდებოდა, რა პროცესები განვითარდა 90-იან წლებში, 2000-იანებში რა იყო და დღემდე და რა შეცვალა ბატონო გიორგი აფხაზეთის ომმა. დიახ, აი ზუსტად, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა მოხდა, რა სიტუაცია არის დღეს და რაც შეგვიძლია რომ შევცვალოთ უკეთესობისკენ ეს არსებული სიტუაცია, პრობლემები მოგვარდეს სოხუმთან და ცხინვალთან, ჩვენს მოძმე აფხაზებთან და ოსებთან და შესაბამისად არ მივიღოთ აი ეს ასე ვთქვათ კონფლიქტური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში. ესე იგი, როდესაც 80-იან წლებში დაიწყო უკვე ესე იგი აქტიური აგრესიული კამპანია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამერიკისა და დასავლური ქვეყნების მონაწილეობით, ეგრეთ წოდებული ცივი ომის ასე ვთქვათ ფორმატში და მათ მოახერხეს, რომ 80-იანი წლების ბოლოს უკვე ყავდათ ის აგენტურა, რომლის საშუალებითაც მოახერხეს და საბჭოთა კავშირი დაშალეს და საბჭოთა კავშირს არავითარი ეკონომიკური და არც პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონდა, ანუ ძლიერი სახელმწიფო იყო და ის თავისთავად ვერ დაიშლებოდა. შინიდან ვერ დაიშლებოდა, თუ გარედან არ იქნებოდა ის აგრესიული პოლიტიკა, ის ასე ვთქვათ დესტრუქციული ძალები, რომლებმაც მოახდინეს აი ამ ზესახელმწიფოს დაშლა. და როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაშინ იმდროინდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გამოვიდა კონგრესში და პირდაპირ განაცხადა, რომ ესე იგი შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვა ცივ ომში და შედეგად დაშალა საბჭოთა კავშირი. და ზუსტად ამის შემდეგ იწყება აი 90-იან წლებში იწყება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ესე იგი ძარცვითი პროცესი. ანუ ესე იგი ფაბრიკა ქარხნები, რომელიც საბჭოთა კავშირის ანუ სტალინის რეფორმებიდან დაწყებული 80-იანი წლების ბოლომდე შენდებოდა, ხო? მათ შორის საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საბჭოთა კავშირში.
და თბილისში 31 ქარხანაში, ესე იგი, იწარმოებოდა მოიერიშე თვითმფრინავები სულ 25-ები, მაშინ იყო ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, ასევე ქუთაისში მანქანათმშენებლობა იყო. Ну, რა თქმა უნდა, ახლა ჩაი, ციტრუსი, ყურძენი, ღვინო, ეს იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი საბჭოთა კავშირში და ამით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე, ესე იგი, ინდუსტრიით საქართველოს იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საბჭოთა კავშირში. და ეს ყველაფერი დაიშალა 90-იან წლებში ამერიკელებმა, სხვადასხვა ქვეყნების ხელით, მათი ვასალების ხელით, როგორც იყო თურქეთი განვითარდა ჩვენს ხარჯზე და მთლიანად, ესე იგი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 15 ტრილიონის ექვივალენტი, ესე იგი, რესურსები გაიტანეს. დაშალეს ფაბრიკა, ქარხნები, ურანი გაიტანეს, უახლესი ტექნოლოგიები გაიტანეს და ასე შემდეგ. და დაახლოებით 15 ტრილიონის ექვივალენტი ეს რესურსი იყო გატანილი და გაძარცული. და ამის შემდეგ იწყება, ამის პარალელურად, ეხლა ანგლოსაქსები ამით ასე ვთქვათ, არ გაჩერებულან აქ და მათი მიზანი იყო რუსეთის დაშლაც. და მათ დაიწყეს იქ კონფლიქტური სიტუაციები, მანიპულაციები მოაწყეს, რამდენიმე ასე ვთქვათ, ომიც მოაწყეს კავკასიაში და ცდილობდნენ რუსეთი დაეშალათ და საქართველოს იყო ერთ-ერთი ისინი მათი გათვლით საქართველოს ასე ვთქვათ პლაცდარმის სახით უნდათ გამოეყენებინათ რუსეთის წინააღმდეგ და დღესაც ეს ფუნქცია აქვს კოლექტიური დასავლეთის გეგმაში. დღეისათვის საქართველოს აი იგივე ეხლა რო გავრცელდა ინფორმაცია რომ ესე იგი ამერიკული თვითმფრინავები, ის ჰერკულესები, რომ ესე იგი, იგივე ლიბერალურ მედიაში იყო და იქ ამერიკის ელჩის განცხადებაც იყო რადიო თავისუფლებაში თუ არ ვცდები, რომ დაადასტურეს, რომ მართლაც ირანის კონფლიქტის დროს მართლაც თბილისში დაეშვა ის სამხედრო თვითმფრინავი. რაში შეერდებოდა ამერიკის საერთო შტატებს ეს? პლაცდარმად ჭირდება საქართველოს სხვა არაფერში. ანუ ესე იგი ცეცხლში აი ფიჩხად რა. რუსეთის წინააღმდეგ, ირანის წინააღმდეგ, ანუ ნებისმიერი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთანაც ისინი დაპირისპირებაში არიან. ეს ერთი, მეორეში იმაში ჭირდებათ, რომ აი ეს დოლარის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი იყოს და აქედან გაიტანო რესურსები, ამაზე შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ. კი ბატონო. და ასე შემდეგ, ანუ საქართველოს იყენებენ ამისათვის და ვითომ აი ნატოში შესაყვანად პირდებიან რომ ვითომ ნატოში გააწევრიანებ ანჯერეთი ვერავითარ დივიდენდს ვერც საქართველოს ვერც სხვა ქვეყანა ვერ მიიღებს ნატოში გაწევრიანებით, იმიტომ რომ ნატო არ არის დღეს ის ანუ აგრესორი ორგანიზაცია არის იუგოსლავიის მოვლენებიდან დაწყებული, მერე ერაყი, ავღანეთი რა გააკეთეს, ხო, იქ მილიონობით მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა იმ ნატოს ოპერაციებს. და ეს მორალურად არ უნდა იყოს იქ ჩვენი ყოფნა მისაღები, ხო? ეს ერთი. მეორე, დასუსტებული ორგანიზაციაა და დღეს აგერ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დროს, ირანთან კონფლიქტის დროს, ესე იგი, ამერიკას არ დაეხმარა მისი ეგრეთ წოდებული მოკავშირეები ევროპის ქვეყნების სახით, ხო? უარი თქვეს საფრანგეთმაც და სხვა ქვეყნებმაც, ხო? იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია უკვე ერთიანი არ არის, მე ტრამპმა თქვა რომ ნატოდან შეიძლება გავიდესო ამერიკაო და ასე შემდეგ. ეხლა რომ დაუბრუნდეთ აი ამ კითხვას, მე უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს, როგორ მივედით აქამდე, ხო? აი ამ ჩიხში ვართ პრინციპში და მაშინ ესე იგი შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ისე, რომ სოხუმში და ცხინვალში მოსახლეობა ჩვენი მოძმე აფხაზები და ოსები განაწყო ჩვენს წინააღმდეგ. ანუ ამაში ვითომ აი რუსეთის ჩართულობა მათი აი მანიპულაციებით და ჩვენ მივედით, ესე იგი 2008 წლამდე.
2008 წლამდე უკვე უმჯობესდებოდა სიტუაცია რა, ვაჭრობა იყო იქ ცხინვალში, ახალგორის ბაზარით უნდა. რა თქმა უნდა და უკვე მიდიოდა საუბარი იქითკენ რომ აი სამშვიდობო ხელშეკრულება, ნუ დაიდო კიდევაც რამდენიმე ხელშეკრულება გაეროს მანდატით იდგნენ იქ სამშვიდობოები და ასე შემდეგ და ანუ მშვიდობისკენ მიდიოდა ყველაფერი და შეიძლება ისე მოგვარებულიყო რომ შერიგებაც მომხდარიყო და ასე შემდეგ, იქ ლოგიკური დასასრულით, ხო? მაგრამ სააკაშვილმა გააფუჭა ყველაფერი. და სააკაშვილმა, ესე იგი, ამერიკელების პირდაპირი დირექტივით დაარტყა ცხინვალს, ნუ მძინარე ქალაქი, ხო? აი, ესე იგი, შენ ქალაქად მიგაჩნია ცხინვალი, ხო? როგორ უნდა დაბომბო არტილერიით. ხო ასე, აი, სააკაშვილმა გააკეთა ზუსტად ეს ერთი. მეორე კიდევ ესე იგი იქ იდგნენ რუსი სამშვიდობოები, ხო, მათ შორის ქართველ და ოს სამშვიდობოებთან ერთად გაეროს მანდატით იდგნენ იქ რუსი სამშვიდობოები, რომელზეც მოხდა ასევე თავდასხმა. დაიხოცნენ იქ რამდენიმე სამშვიდობო. და აქედან გამომდინარე სააკაშვილმა დაარღვია ის მათ შორის გაეროს მანდატით სამშვიდობო შეთანხმებები, ხო? და აი ამ ყველაფერს მოყვა ის სიტუაცია, პრობლემატური სიტუაცია, ანუ გამწვალდა ეს პრობლემა და გართულდა ის საკითხები, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, აუცილებელია რომ მოგვარდეს და როგორ უნდა მოგვარდეს. ეს უნდა მოგვარდეს აუცილებლად დიალოგით, ხო? დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ჯერ ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ესე იგი ჩვენს მეზობლებთან, მით უმეტეს მართლმადიდებლურ ქვეყანასთან, რუსეთთან, ესე იგი რელიგიური, კულტურული, მენტალური თანხვედრა არის. ერებს შორის ისტორიული მოკავშირეობა იყო, ხო? ქვეყნებს შორის ისტორიული მოკავშირეობა იყო, ხო? ესე იგი, მე-18 საუკუნიდან, როდესაც ერეკლე მეორემ რუსეთის იმპერატორთან გააფორმა ხელშეკრულება გეორგიევსკის ტრაქტატის სახით და იმის შემდეგ, ასე ვთქვათ, და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ საქართველო მაშინ გადარჩა იმ ურთულეს სიტუაციაში, როდესაც ერთის მხრიდან 25 წელი ოსმალეთი ასე ვთქვათ, ანადგურებდა საქართველოს, მე 25 წელი სპარსეთის იმპერია და ერეკლეს ერთადერთი მოკავშირე მაშინ, ასე ვთქვათ, და მფარველიც, იმიტომ რომ გეორგიევსკის ტრაქტატი გულისხმობს პროტექტორატს, ანუ მფარველობას. და საქართველო მაშინ აი ამ ტექნოლოგიით გადარჩა, ხო? საქართველო და შემდეგ უკვე გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ უკვე მოხდა ასევე საქართველოს მაშინდელი ანუ მეფის ინიციატივით საქართველოს შეუერთდა რუსეთის იმპერიას. შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირი. ანუ დაახლოებით 200 წელი, თითქმის 200 წელი, 190 წელი საქართველო და ქართველი და რუსი ხალხი ერთ სახელმწიფოში თანაარსებობდნენ, ხო? ეს ძალიან დიდი მონაკვეთია ჩვენი ისტორიისა და ძალიან დიდი ასე ვთქვათ, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ხალხებს შორის, ანუ ქართველებსა და რუსებს შორის არის ასეთი პოზიტიური ისტორიული მოკავშირეობის პრეცედენტი. ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის საფუძველს იმისა, რომ ჩვენ დღეისათვის დიალოგით ძალიან ასე ვთქვათ, აპრობირებული ტექნოლოგიით, ნუ ქართულ დიპლომატებს ხო აქვთ იმის უნარი, რომ ძალიან მარტივად განიხილონ კონკრეტული საკითხები და მოგვარდეს ხო ყველაფერი, ის პრობლემები მოგვარდეს, რაც არის ჩვენს მოძმე აფხაზებთან დაკავშირებით, ჩვენს მოძმე ოსებთან დაკავშირებით და ეს არის შესაძლებელი, მაგრამ აქ ისევ იგივე კოლექტიური დასავლეთი არის, უბრალოდ არ არის დაინტერესებული, რომ დღეს საქართველომ დაალაგოს ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ იქნება საფუძველი იმისა, რომ საქართველო იყოს ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კონტრაში რუსეთთან, დაპირისპირებაში რუსეთთან. იმიტომ რომ მიზეზი აღარ იქნება და ამის შემდეგ უკვე საქართველო გახდება რუსეთის მოკავშირე, ხო? როგორც ბელორუსია, აი ბელორუსია არის ძალიან კარგი მაგალითი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის იმისათვის, რომ ხალხმა დაინახოს, რომ რუსეთთან მოკავშირეობა ეს არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ, დახმარება
ქვეყნისთვის და დიდი პლუსი იმ მხრივ რომ საქართველოს მიიღებს ესე იგი უსაფრთხოების ქოლგას საქართველოს მიიღებს აი მაგალითად რომ გაწევრიანდეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. აი მე მაგალითად ვიყავი შარშან ნოემბერში ვიყავი ერევანში, სომხეთი მოგეხსენებათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, ასევე ოდკბ-ს წევრი არის და იქ იყო ამაზე საუბარი და მე მოხსენებით ვიყავი როგორც ექსპერტი და იქ ვახსენე ის ფაქტი, რომ ესე იგი, როდესაც სომხეთი გახდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, იმავე წელს და მომდევნო წლებში 5-ჯერ გაიზარდა ტვირთის ბრუნვა ბელორუსიასთან. დაშორება არის, რა ვიცი, რამდენიმე 1000 კილომეტრი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისე არის მოწყობილი ლოჯისტიკური გზები, სავაჭრო გზები და ისე არის აწყობილი ეს სავაჭრო სისტემა, ანუ მომგებიანია, ურთიერთმომგებიანია ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ამ გაერთიანებაშია. რომ 5-ჯერ გაიზარდა ტვირთბრუნვა, შესაბამისად ვაჭრობა და შესაბამისად ეკონომიკაც, ხო? და იგივეს მივიღებთ ჩვენ, საქართველოც იგივეს მიიღებს თუ გაწევრიანდება, ну, ჯერ ესე იგი საბაჟო კავშირი არის, ეტაპებია გასავლელი, შემდეგ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანება და ჩვენი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო გახდეს, ესე იგი სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი ქვეყანა, როგორც არიან რუსეთი, ბელორუსია და ჩვენ აქედან მივიღებთ სერიოზულ დივიდენდებს, აი ძალიან პრაქტიკული ენით რო ვთქვათ, იგივე უსაფრთხოების ქოლგას, მაგალითად, როდესაც დასავლეთი, აი ბატონი ირაკლი კოპახიძე ხშირად ამბობს ხოლმე, რომ 2019 წლიდან საქართველოში 5 მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალებისა, ხო? აბსოლუტურად ვეთანხმები, კოლექტიური დასავლეთი და სამწუხარო ფაქტი არის, რომ დღეს ესე იგი საქართველო მიდის ასე ვთქვათ დასავლური ინტეგრაციით, ევროინტეგრაციით და ნატოში გაწევრიანების, ასე ვთქვათ, ინიციატივით და ეს მუხლით ამოსაღებია კონსტიტუციიდან. ხო და თუ ესე იგი ხედავთ ჩვენ რომ დასავლეთი ჩვენთან აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ხო? ხომ უნდა შეიცვალოს ეს საგარეო პოლიტიკა და საქართველომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან და უარი თქვას შესაბამისად ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ხო, ეს ერთმანეთთან შეუძლებელია, ანუ უნდა ავირჩიოთ გზა ისტორიული მოკავშირე, ისტორიული გზა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ირჩევდნენ 200 წლის განმავლობაში, თუ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს კონფლიქტებამდე, ანუ თუ ესე ვთქვათ, ევროინტეგრაცია და ეს ნატოში გაწევრიანება აქტუალური იქნება მომავალ წლებში, ამას შეიძლება კონფლიქტამდეც მიგვიყვანოს, ხო? ეს იყო მცდელობა, იგივე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, პირდაპირ ითხოვდნენ ხელისუფლების ლიდერებისგან, ქვეყნის ლიდერებისგან, რომ ჩართულიყვნენ უკრაინის კონფლიქტში და ასევე აი ეს თვითმფრინავის აქ ასე ვთქვათ რამდენიმე შემოსვლა, ხო, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების შემოსვლა, იგივე ირანის კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა და იქ უკვე არის ძალიან სახიფათო სიტუაცია. იმიტომ რომ იქ აზერბაიჯანის ჩართვასაც ცდილობდნენ, ну, აზერბაიჯანმა ის აირიდა, ჩვენც რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ აირიდებს ყოველგვარ აი ასეთ სცენარებს, მაგრამ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. აი ეს სტაგნაცია, ერთ ადგილას ჭაობში დგომა, ხო, პოლიტიკურ, დიპლომატიურად ეს არის წამგებიანი. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან, პირდაპირი დიალოგი. ჩვენ შეგვიძლია როგორც ჩვენი პარტიის ლიდერი ბატონი მამუკა ფიფია, ასევე საერთაშორისო მდივანი, ის რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ ჟენევის ფორმატი შეიცვალოს ან თბილისის, სოხუმის, მოსკოვის, ან მინსკის ფორმატებით. ანუ პირდაპირი დიალოგის დროს ან უნდა იყოს მესამე მხარე, ანუ დასავლეთის მხარე, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი დასავლეთი არ არის დაინტერესებული, იმიტომ რომ თუ ესე იგი საქართველოს
დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობებს, მით უმეტეს სამოკავშირეო ურთიერთობებს და შემდეგ უკვე მოგვარდება სოხუმთან და ცხინვალთან ის ყველა პრობლემა, ამის შემდეგ უკვე ამერიკა კოლექტიური დასავლეთი დაკარგავს საქართველოს როგორც პლაცდარმს. ანუ ვეღარ გამოიყენებს, იქიდან გამომდინარე საქართველო გაძლიერდება აი ამ მოკავშირეობით, რუსეთთან მოკავშირეობით გაძლიერდება და აღარ დაჭირდება დასავლეთი როგორც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მოკავშირე, იმიტომ რომ ძლიერი ქვეყანა აღარ საჭიროებს ასე ვთქვათ, იგივე დოლარის სისტემიდან შეგვიძლია გავიდეთ, იგივე იმ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან 78 მუხლი, რომელიც ხელს გვიშლის ყველანაირად ხელს გვიშლის, მათ შორის დიპლომატიაში, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობაში, მაგალითად აზერბაიჯანი ნეიტრალური ქვეყანაა, ხო? და მისთვის მიუღებელი არის ნატოში გაწევრიანება, ხო? ну რუსეთისთან თავისთავად რუსეთი არის ODKB-ს წევრი ქვეყანა და მათთვის ნატოს წევრი ქვეყნები დღეს უკრაინაში ომში არიან, დაპირისპირებაში არიან, ხო? აი ეს ყველაფერი ხელს გვიშლის, ეს უნდა მოვიშოროთ, ასე ვთქვათ, აი ეს 78 მუხლი და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, ძალიან მარტივი არის ჩემი გადასახედიდან, ეს იქნება გაცილებით მარტივი, თუ ჩვენ აი ესე იგი გავთავისუფლდებით დასავლეთის წნეხისგან და რუსეთთან დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს, სადაც ძალიან ასე ვთქვათ, უმოკლეს ვადაში მოგვარდება ის პრობლემები, რომელიც დღეს არ გვარდება. აი მაგალითად ბატონი სერგეი ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ესე იგი რამდენიმე განცხადებით გამოვიდა წლის დასაწყისში, თებერვალში, შემდეგ აპრილის დასაწყისში და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან დიალოგისთვის, ანუ ასე ხშირად გაკეთებული განცხადება, რომ მოდით დიალოგი დავიწყოთ, მოვაგვაროთ ის პრობლემები და ამ დროს თბილისიდან ასე ვთქვათ, უკუ რეაქცია არის. ანუ არ არის ამაზე პასუხიც არ არის, რომ აი კი, აი დავჯდეს და დიალოგზეც არ მიდიან, ხო და ეს არის წამგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მე დარწმუნებული ვარ და მინდა მაგალითად მოვიყვანო ის, რომ 150,000 ხელმოწერა შევაგროვეთ გასულ წელს სახლიდან არც გავსრულოთ, აი ასე ვთქვათ, ინტერნეტით. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ყველასთვის ასე ვთქვათ, გასაგები ყოფილიყო და ასე ვთქვათ, დასანახი ყოფილიყო, რომ იგივე ის საიტი, ხო, არის საჯარო და ყველას შეეძლო ნებისმიერ დღეს შესულიყო და თვალი ედევნებინა იმ ასე ვთქვათ, ამ ხელმოწერების შეგროვებისთვის. 150,000 ხელმოწერა შევაგროვეთ და ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობისა და მე ვფიქრობ უმრავლესობაც მომხრე არის დიალოგის. ჩვენ ასევე, მაშინ სოლიდარობა მშვიდობისთვის იყო ორგანიზაცია და გამოკითხვაც კი ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან და ესე იგი იქით დამტკიცდა, რომ დაახლოებით 70%-მდე მოსახლეობისა მომხრე არის რუსეთთან დიალოგის. ამიტომ ეს არის პირდაპირ გზავნილი ხელისუფლების მისამართით, რომ მათ დაიწყონ ეს დიალოგი. ეს არის მოთხოვნა ქართველი ხალხისა. ბატონო გიორგი, ზუსტად საგარეო ლავროვი ახსენეთ და აქვე მინდა შეგეკითხოთ ასეთი თემა. რას მოგახსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა მარია ზახაროვა და წინა გადაცემაში მე ბატონ დღისთან დამგონდა საუბარი წითელაშვილთან ამ თემაზე. ასე ვთქვათ, დაემუქრა საქართველოს ზახაროვა, რომ გადაგიკეტავთ დენს, გაზს და თითქმის ანუ ყველაფერს. აი, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? უფრო სლად რო ვისაუბროთ ამ თემაზე? მოდით ეს შევთანხმდეთ, რომ ესე იგი, ეს არ იყო მუქარა, ქალბატონი მარია ზახაროვას მხრიდან ეს ნამდვილად არ იყო მუქარა, მე ვიდეოც ვნახე, მისი განცხადება არა მარტო ტექსტი, არამედ პირველ წყარო, ანუ ვიდეოც ვნახე და იქ ქალბატონი მარია ზახაროვა მსგავს რაღაცას არ ამბობს, ხო? არავით არის მუქარა, მით უმეტეს რაღაც
მეინსტრიმულ მედიაშიც ვნახე, რომ რაღაც ულტიმატუმად აღიქვა ვიღაცამ და ეს რაღაც აი ცდილობენ რომ მე ისე დაგისვით კითხვა როგორც გავრცელდას. ეს მივხვდი ბატონო კოტე. უბრალოდ ხსნი აი მაყურებლისთვის, ვინც მე ხლა იქ სოციალებში მე დავინახე ჩემი ნაცნობების მხრიდანაც, ვინც ეს ვერ აღიქვა სწორედ და აი მათ მინდა რომ აუხსნა და ჩემი აზრი მოგახსენოთ რომ ესე იგი ეს არ იყო მუქარა, ეს იყო ჩვეულებრივი პირიქით მეგობრული ასე ვთქვათ გაფრთხილება იმისა რომ ესე იგი თუ ქალბატონმა მარია ზახაროვამ უბრალოდ კითხვას უპასუხა. კითხვა იმაში მდგომარეობდა რომ საქართველოს თუ აგრძელებს ევროინტეგრაციის გზას, ამას ვთქვათ რა მოყვება ორი ქვეყნის ურთიერთობების ასე ვთქვათ განვითარებასთან დაკავშირებით სამომავლოდ. და ქალბატონმა მარია ზახაროვამ ძალიან ლაკონურად და გასაგებიანით ახსნა რომ ესე იგი თუ საქართველოს გაწევრიანდება ევროკავშირში, სადაც აი ევროინტეგრაცია იქითკენ მიდის, ხო, მიზანი ის არის. თუ გაწევრიანდება, მაშინ საქართველოს ვალდებული გახდება შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს. სხვაგვარად იქ არ მიიღებენ საქართველოს. არა მარტო საქართველოს, აგერ სომხეთიც ცდილობს და ხო და ამ შემთხვევაში საქართველოს ვალდებული იქნება ასე ვთქვათ შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს და ამას ბუნებრივია რუსეთის რეაქცია იქნება ის რომ ისიც გვიპასუხებს, ხო? ახლა შენ თუ სანქციებს აწესებ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ისიც დააწესებს სანქციებს, ხო? ასე ვთქვათ იძულებული გახდება და ისიც თქვა ქალბატონმა მარია ზახაროვამ რომ ესე იგი ჩვენ არ გვინდაო, მაგრამ იძულებული გავხდებითო რომ თუ საქართველოს შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს, ჩვენც გიპასუხოთ. ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ უნდა გიპასუხოთ. და გაგვაფრთხილა რომ ამას უკვე მოყვება ძალიან სერიოზული შედეგები საქართველოსთვის. მაგალითად, ეკონომიკის მხრივ ის ესე იგი ის პროდუქცია და მე დავამატებ რომ ესე იგი დაახლოებით 95% ხორბლისა შემოდის რუსეთიდან, ამაზეც უარი უნდა თქვა საქართველოს თუ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს. შემდეგ უკვე ენერგომატარებლები, ნავთობი, გაზიც იქიდან შემოდის, მათ შორის როგორც გამტარი საქართველოს, გაზი გადის სომხეთში და აქედან როგორც გამტარი ენერგომატარებლისა 5% უფასო ღებულობს საქართველოს. და ეს გაზი არის ასე ვთქვათ კომპანია გაზპრომის, როგორც ვიცი. და ის არის, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა პირდაპირ როგორც ვიცი არ აწარმოებენ გაზპრომთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, ამაზეც უარს ამბობენ, არ ვიცი რატო. ხო და ესე იგი, ამ ყველაფერს საქართველოს დაკარგავს. მერე უკვე ტურიზმი მოდის. მერე უამრავი რაღაც, აი, რაც არ ჩანს, ხო? აი, შეიძლება ამ ეტაპზე ბევრი რაღაც ვერ დავინახოთ. ისე პირდაპირ თუ ირიბი შედეგი იმ სანქციებისა, საპასუხო სანქციებისა, რაც შეიძლება მოყვებოდეს აი ამ ნეგატიურ პროცესს, ხო? და საქართველოს რას მიიღებს თუ სიტყვაზე რომც გაწევრიანდეს ევროკავშირში. და ღმერთმა დაგვიფაროს, იმიტომ რომ ისეთი მოთხოვნებია, რომელიც საქართველოში გამოიწვევს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებას, იმიტომ რომ იქ არის ესე იგი LGBT პროპაგანდის მოთხოვნა, იქ არის UN-ური იუსტიცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები მიყავთ, პირდაპირ სახში მოდის UN-ური იუსტიციის წარმომადგენელი და ეკითხება, თქვათ, რაღაც თუ დაპირისპირება რაღაც სახში და მე მიყავთ ბავშვები. ეს ევროპაში ძალიან სერიოზული პრობლემა არის და აქციები ტარდება და მიტინგები გამოდიან ხალხი და ანუ მთელი რიგი პრობლემებია, იგივე ფინანსური პრობლემები, იგივე ფინანსური და ეკონომიკური საკითხი და ნეგატივი, რა შეიძლება ამას მოყვეს თუ საქართველოს გაწევრიანდება ევროკავშირში, ხო? ეს იქნება შედეგი ის იქნება ის რომ საქართველოს გადაიქცევა ევროკავშირის გასაღების ბაზრად. ანუ იქიდან წამოსული პროდუქცია უნდა გასაღდეს საქართველოში და დღეისათვის ევროკავშირთან იმპორტი და ექსპორტი, ანუ იმპორტი იქიდან შემოსული პროდუქციისა ხუთჯერ აღემატება საქართველოსთან გასულ პროდუქციას, ექსპორტს. ანუ ევროკავშირისთვის საქართველოს არის გასაღების ბაზარი და ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი პროდუქცია, ადგილობრივი ბიზნესი არ ვითარდება, იმიტომ რომ
იქიდან აი ეს ეკონომიკური წნეხი არის, ხო? და ნატოში გაწევრიანებაზე და ინტეგრაციაზე ზედმეტია ხო ლაპარაკი რა, რაც წეგამ თქვი რომ საქართველოს ჩაითრევს კონფლიქტებში და ამ ომებში, რაც რეგიონში არის რა. და მათ შორის რაც წეგამ თქვი ევროპის ქვეყნებიც უკვე მიხვდნენ და უარს ამბობენ რომ აი ტრამპის ავანტიურაში მონაწილეობა მიიღო იგივე ირანში და ნუ არ ვიცი ახლა ესე იგი თუ უკრაინა დააფინანსეს იქ 90 მილიარდის დამტკიცების საკითხი განხილვა მიდის ევროპაში და თუ დაუმტკიცეს უკრაინას 90 მილიარდი ევროპა შედის კონფლიქტში რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში და ამ შემთხვევაში ახლა საქართველოს ევროინტეგრაციით და ამ ნატოში გაწევრიანების საკითხების წამოწევით, ესე იგი შედის იგივე კონფლიქტში რუსეთთან, ხო? ამიტომ ამ გზაზე უარი უნდა თქვა საქართველოს და იმედი არის რომ იქნება საშუალება აი 78 მუხლის ამოღებისა. ნუ ახლა გასაგებია რომ დღეს პარლამენტს არ აქვს საშუალება ელემენტარული ასე ვთქვათ 2/3 ხმების არ ყოფნით 104 ხმა არის საჭირო რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და მაგრამ ამისთვისაც არ არიან მზად და იზახიან რომ ეს არ იგეგმება რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდი არის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რომ აუცილებელი არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი და ეს მიგვიყვანს იქამდე რომ გამოვალთ აი ამ ჩიხური სიტუაციიდან, ხო? თუ საქართველოს ეძებს ინვესტიცია არ უნდა ვეძებოთ მაგალითად იგივე გლობალურ სამხრეთში, ხო? არაბულ ქვეყნებში მე მათ წინააღმდეგ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ინვესტიცია მივიღოთ მაგალითად რუსეთიდან, ხო? აი ბოლო წლების განმავლობაში ახლა ათასობით კომპანია გაიხსნა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებმა გახსნეს და დააბანდეს საკმაოდ დიდი თანხები საქართველოში და ჩვენ თუ გავხდებით რუსეთის მოკავშირე, მით უმეტეს ეს ინვესტიციები 10-ჯერ გაიზრდება. სულ ცოტა, იმიტომ რომ ნებისმიერ ინვესტიციას ჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ხო? და მოკავშირეობა, რა თქმა უნდა, თავისთავად არის უსაფრთხოების გარანტია. ბატონო გიორგი, ოფიციალურ პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თქვენი აზრით რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს? ეს ბოლო კითხვა და დავასრულოთ. ნუ ოფიციალურ თბილისს პოზიცია აქვს ის რომ რაც მოგახსენეთ რომ ესე იგი არ ანუ ოფიციალურ თბილისს როგორ ვიგულისხმობთ მთავრობის წევრებს ოპოზიციას და ასე შემდეგ. ნუ ჟენევის ფორმატის ასე ვთქვათ ცდილობენ რომ ამ ჟენევის ფორმატში რაღაც დიალოგი მაგრამ არაფერი არ გამოდის ხო ეხლა რა ვიცი 52 რაუნდი იყო და არაფერი იქ არ წყდება იმიტომ რომ იქ არიან ესე იგი დასავლეთის კოლექტიური დასავლეთის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან ამ ურთიერთობებს, ხო, ორ ქვეყანას შორის და იმ საკითხების მოგვარებას, რომელიც უკავშირდება სოხუმს და ცხინვალს. ისინი არ არიან დაინტერესებული. ამიტომ ჟენევის ფორმატი ეს დიდი უაზრობა არის. რუსეთი ამაში ვერ ხედავს ვერანაირ შედეგს. და ნუ ჩვენს ახლა ჩვენზე ახლა მე ვთქვი ჩვენი რა არის პოზიცია რომ პირდაპირ დიალოგი თბილისში იქნება ეს სოხუმის ფორმატი, მინსკის ფორმატი ან მოსკოვში არ აქვს მნიშვნელობა აქ უნდა იყოს ორი მხარე ხო უпростоრედ ის მხარე რომელიც დაინტერესებული არიან და ჩაპირდაპირ ასე ვთქვათ მონაწილეები არიან აი ამ პროცესებისა გულისხმობ თბილისს, მოსკოვს, სოხუმს, ცხინვალს და მინსკს. ნუ მინსკში ახლა ტრადიციულად იქ დიპლომატიური შეხვედრები ტარდება და ძალიან შედეგიანადაც, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ეს გზა არის აი ამ დიალოგისა და რა პოზიცია აქვს ახლა თბილისს და ხელისუფლებას ნუ ახლა ოპოზიციაზე ნუ აღარც ვიკითხოთ ისინი პირდაპირ ასე ვთქვათ დესტრუქციული ძალები არიან იმართებიან ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან და მათი მიზანი არის რომ აქ მოაწონ სახელმწიფო გადატრიალება იგივე ახლა რაც იყო კიდევ ერთი მცდელობა ჩეხეთის ორგანიზაცია რომელიც ნუ ადრე იყო ოტპორი რამდენიმე წლის წინ იქ აკერმანის ჯგუფი მუშაობდა სახელმწიფო გადატრიალების იმას ამზადებდნენ საქართველოში და დღეს კიდე რაღაც ჩეხეთის რომელიღაც ორგანიზაცია ჩართეს ხო და ამიტომ ნუ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ასე ვთქვათ გაანალიზოს რომ ის მარტივი
რეალობა, რომ დასავლეთი, მით უმეტეს ევროპა, შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული, რომ საქართველო გაძლიერდეს. და საქართველოს გაძლიერება არის მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება, პირველ რიგში რუსეთთან და მოგვარება სოხუმის და ცხინვალის საკითხების და ეს უნდა მოხდეს რუსეთთან დიალოგით. ამაზე კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შევაგროვოთ 150.000 ხელმოწერა და იმედი არის, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ხალხის ნებას და დაიწყებს დიალოგს. მეც დიდი იმედი მაქვს ამისი და იმის იმედის მაქვს, რომ დღეს დღევანდელ გადაცემაში საკმაოდ კარგად გავშალეთ ის თემები, რაც საზოგადოებას აინტერესებდა და იმ კითხვებს გავაცეთ პასუხი, რაც საზოგადოებამ დღემდე ასე ვთქვათ ვერ გასცა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოგზაურობისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე. მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისა და დაფასებისთვის. მე კი დღეს კი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მომავალ შაბათს შევხვდებით კიდევ ერთმანეთს ეთერში TV+-ის ეთერში საღამოს 8-ზე. დროებით.